ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის აქ. მოდი რა ცოტა ხანი რომ გამოვთოთ ეს. ეს არის ნორმალური. ფოტოებს არჩევს კაცებისას. უფრო რომ გამარტო პოსტერისთვის. პოსტერი ამერიკისთვის. ამერიკა საქართველოსთვის. ეხლა რასაც უყურებ, აი რაც მოეწონა, ყველგან ლამაზი ვარ. მე მაგით მომწონს. რითიც მომეწონა რომ იქ ანუ ჩემით არჩევ, ხო? იქოს უყურებ, აქ თუ კარგად არის, ესე იგი როგორ მოძრაობს გიფებია? აი აქაც იქო თუ კარგად არის, ერთი წამი ნახო. არა, ეს აი ხა არ ვარგა. არც ეს. აქ რა, ეს არის დეპუტატის ის არის რა. ეს ფანტომასი არის. ეს არ ვიცი. აი ეს კაია. ერთმანეთის არა, ღიმილი ჯობია. არა, ეს თამა. ხო, თვალები გადახჭული. ზოგი ეწევა, ზოგი პირად პრობლემებს აკვირებს. როგორც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში რატო მიდიოდა ნელა პროგრესი. ეს გავსინთხოვესთან გვაქვს. გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა. დღეს ცოტა უცნაური გადაცემა გვაქვს, იმიტომ რომ წინასწარ ვიწერთ. ჩემ გამო ვიწერთ წინასწარ, ევროპაში მივდივარ, უნდა გავარკვიე ჩვეულებრივი ვიზა მოქმედებს თუ მეც დიპლომატების ბედი ვერგო და ამიტომ ნიუსები არ გვექნება და გვექნება ამიტომ მიდის. ხო. რა ინტერესებს რა, თუ არ გასვენებ ჭია. ერთ-ორ ქვეყანაში გავივლით არა, იმ ქვეყანაში ნახავ ქვეყანაში ხო კარგად მუშაობს, ჩამოვიდე და ჩამოვიტანო ამბავი. ვერავინ ვერ გაიგო სინამდვილეში რა ხდება. მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რომ თუ არ შეგიშვეს, ჩამოხვალ და ჩვეულებრივ გადაცემას ჩავწერთ. არა. ეს გადაცემა გავამაინწე რაღაცა. უბრალოდ შემდეგ გადაცემას ვიტყვი რომ ესე ვიყავი გავარკვიე. შემდეგ გადაცემაზე უფრო მოუღუშული გვეხოდება. თქვენთვისაც მივდივარ. კი, ვიცი. ხო, რომ გეცოდინება რომ არ გიშვებენ. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ფულს არ გვახთევიებ ამაში. ეს საქმე არა, მაშინ არ ვიქნები მხიარული. დათო, მე ეგად ბავშვებს დაურეკე და უთხარი რომ აი ირაკლი მიდის ჩვენთვის. ჩვენთვის მიდის, ხო, აბა, ვერ გავიგე. თავისთვის რომ მიდის, ვამბობ, ჩვენთვის მიდისო? არა, მართლა ჯიგარი ხარ და მადლობა ამისთვის. მარტო ჩვენ ოთხისთვის კი არა, მაყურებლებსაც უნდა უთხრათ, რომ დავამატლოთ. რომ ყველასთვის აქ თავი გადადებული ამ ადამიანს. და თვითონ ევროპელებს. თვითონ ევროპელებს ჩადის კაცი. იმიტომ თვითონაც არ იციან, ვის მიწეს, ვის არ მიწეს, ვინ შევშვან, ვინ არ შევშვან. სადაც აქვს შესulis ადგილი, წერტილი. სადაც შემიშვებენ. მე ესე მათ მივდივარ თქვენი გულის. სადაც ვიწროს ნახავს იქ უზრება. კი, კაცო, ამბრაზურას უნდა გადავეფარო ფაქტიურად. მესეჯიც მომივიდა. მესეჯი არ იყოს მან. მერია, ან დიდი ხანია ჩართული. რამდენია? მესამეჯერ მოვიდა, 3 ლარი ჩამოვეჭრა. 3 ლარი არაფერი კაცო. ევროპა კი არა, მანქანას მიხედეო მოვიდა ესეთი ეს. ვიღაცები წერდნენ რომ აღარ ჩანანო დამჯარიმებლები. შეიძლება არ ჩანან, მაგრამ აჯარიმებენ. არ ჩანან. არა აჯარიმებენ. მე ვერასოდეს ვერ დავინახე ვინც დამაჯარიმა ის არა და სუმაჯარიმებენ. შენ იმიტომ რომ ხო ვერ ტრიალდები იმას ვერ მაშინ. უკნიდან მეპარებიან და აჯარიმებენ. უკან ხო ეგრე დადიხარ შენ რომ ნელ-ნელა დადიხარ და უცებ გაჯარიმებს გარბის. რა შვებით როგორ ახართ? ხო დღეს ნიუსები არ გვექნება და გვექნება გიორგის წასაკითხი კომენტარები და მიწერ კომენტარებზე ეს არის. კაცები კინოს ამბავი წინ მიდის. უკვე გვაქვს რამოდენიმე ქალაქი. ბერლინი დამტკიცდა. ბერლინელებო მოემზადეთ. მაინც არ ვაპირებთ ხალხთან შეხვედრას, მაგრამ მაინც მზად იყავით. ისთვის მოემზადეთ. იქ იქნებით და გადავიღებთ რაღაცა და თუ დაგვინახეს მოდით და ჩაეხუტეთ გიორგის. თუ დაგვინახეს პინჯვარი კი არ გადაიწერონ, მოვარდნენ და გიორგის ჩაეხუტო. ყველა ვინც ბერლინში შეხვდებით, ერთად თუ შეხვდებით, ჩვენ არა გიორგის ჩაეხუტეთ.
და ძალიან გაიხარდება. სითბო რო იგრძნოს. აკლია სითბო. მართლა აკლია, აი რო ხედავ. დანარჩენი ქალაქების რაოდენობა თითქმის თანაბრად მიდის. იქ რაღაცეები წერია ხა ისეთები რომ რაღაცა ანომალიური ქალაქია ხო არ დაწინაურდა. იყრო ეგეთები ვანაძორიდან დაიწყეთ მაგალითად. აპირებ? ვანაძორი არ არის ევროპაში, აქეთ არის აღმოსავლეთ. გითხრა ევროპული ქალაქები ბრატისლავაში ჩამოდით. იყო ესეთიც. არ გვინდა. მართლა? კიდე იყო პოლონეთიც კრაკოვში ჩამოდით, მე მგონი თუ ვარშავა ეწერა. კიდე იყო, ნუ ეს არის რა ქვია, ესპანეთი. ხო, ბარსელონა, მადრიდი არის, მილანი იყო, რამოდენიმე, გავიგე, ჩამომაჭერით. ხوار გაგითავდა. არა, კაცო, რა მითავდა, აჭრიან და აჭრიან, ეთყობა კაი ადგილას რო არის ძვირი. შეიძლება მანქანა იმაზე ყავს ნეიტრალს და გორავს და სხვადასხვა პარტიის სხვადასხვა ნომერზე შედის. და იქ წერს რა. ამსტერდამი იყო და საინტერესოა, იქ საყვარელი ქალაქია. ნიუ-იორკი რა თქმა უნდა არის. ნიუ-იორკიდანაც გრასტერნი ნიუ-იორკიდან. ტეხასში ჩამოდითო. ტეხასში ჩამოდითო სიამოვნებით, მაგრამ გიორგი ვერიტანს მზეს. როგორ ვერ ვიტან კაცო. შენ არ იყავი ქობულეთში ვინც წაიღე მზეზე თქოს ვერ ვიქნებიო. მე ხუდით წამოვა. ქობულეთში დარჩა თორე. იქ წამოიღე. ტეხასიდან დიდი ხუდები. აუ შენ მოგიხდება. ის ეკნება მენავთობის და კაზაჩოკები და კი. ამინდები როგორია? LA-ზე მოგწერეს. ხო, LA-ზე იყო. თუ ამერიკაში ჩამოდიხარ თუ ბარემ LA-ცო. ჰავაიელმა ამერიკელებმა. მაგაზე აქედან პასუხი იყო ბარემ თუ ნიუ-იორკში ვარ ჩამოსული შენ ჩამოდი LA-დან. ჰავაიში არ გვეპატიჟებია? კუბა იყო ნახსენები. კუბა? რატო გაადუბლე? ორჯერ ვიტყვი თუ ეს სასაცილოა. არა, კუბას მოუხდა. თან რა იყო ეს დიდი ხანი ჯუმად იყავი და კუბა, რა კუბა. მოვარდნილი ხა. არა, კუბა ორი არის. შინკი აზერბაიჯანს სხვა არის კუბა. ვაუ, ეს. და კარგად მივდიოდით, რა გინდოდა? ტეხას სიძახდა, რაღაცებს იძახდა. ამინდზე რა მე ვიცით? რა ამინდზე ჯერა 2 თვეა იქამდე, რა ამინდზე უნდა იცოდე? 10 დღიანი პროგნოზი გვაქვს და 10 დღეში არ არის გაფრენის დრო. ზოგადად, ანუ რა წამოიღო იქ გაინტერესებს? სუამითი ნუ იქნები. სუამის იმედად. კაი. წინა გადაცემაში სპონსორი ხო გამოგიჩნდა, რომელიც რუნავს შენ გადაცემ იმის ჩაცმულობაზე. დიახ. გამოვართვი წინასწარ 1-2 რაღაცა. აი კეთეთ ის ბაფები. ბაბა? გამოგადგა. იქ მოგვაქვს. ეხა ერთსული მაქვს რომ ნახო რომ -20-ია რომ გავიკეთო. მე ბაფი მიყვარს. არა, ბაფსაც უყვარს იყო. დაიწყე წაკითხვა. სანამ სისულელებზე ხო ხედა კუბა და ბაფი და ისა. კარგად ხედავ. მე ვერა. შო, აღარ წაიკითხო, კარის ტესტიგონია. კარგად ხედავ, აღარ. 1 წლის წინ დამეწყო ხედველობაზე. კითხვას მიჭირს. როგორ დაიწყეთ ხელის გაწევით? დილით ვერ ვკითხულობ. ბიჭო, ხალ გაღვიძებულ. დასვენებულ თვალზე ძალიან ძნელი. ხო და დილი აი ეს ბავშვი რო იბადება ხო ვერ ხედავს. თქო გაღვიძება პატარა დაბადება, როგორც ანუ შენ ყოველ დილით იბადები? აბა, პატარა დაბადება. გეუნი ჯობია რომ ეს შოუ დაუხუდო. რო ესე დარჩეს ხალხი. და ყოველ დილას გიორგის გარქმევენ. შეიძლება ერთხელ ბადრი მოხვიდე, ან ანზორი. მე მაგიდია რომ არ მინდა თეონა ვთქვა. მე იდეა მაგ რო გავაჩეროთ ეს გადაცემა. რო ხალხმა ესეთები დაგვიმაგრა. კი, ბიჭო, ძალიან უკან მივიდივარ. კი, აშკარად უკან მივიდივარ. ცოტა ხანი კამფეტი იქნება და მე ვერ ვხედავ ეს, ვეღარ აზროვნებს. ეს კუბა და მე ეხლა რომ დავუკვირდი ყველაზე კარგ მდგომარეობაში მე ვარ. აბა ბიჭო. კი, შენ ყველაზე კაი მდგომარეობაში ხარ, ესე ვეუბნებით. იმას რა ქვია, მახსოვრება, იმიტომ დღეს ჩავწერეთ წინა გადაცემა. არის მახსოვრება. შემდეგ ჩაწერაზე ვკითხე. რა ემახსოვრა, რა ერქვა იმას? გადავა. ჯადოსნურ სიტყვას. იმას.
ტანტუმბერდედან ვიხსენებ ხოლმე ტენტამარეს. არა, მაგას კი არა, შენ სიტყვას. ერთი ტანტა. ტანტამარესკა. შენ სიტყვას ყველაფერს ვერ გიგებ. ბიჭო, წინა გადაცემაში რომ მოვიფიქრე სიტყვა, დაიცადე. მაგას ერქვა და შენ რო სიტყვა წარმოების დიდოსტატი ხარ, რო საჭიროა ეს. სხვა შორის ამ სიტყვებს რატო ვიგონებ? იცი, რაღაცა მომიწყდება და ამიტომ ავსე. სიმპოზიუმზე რომ უნდა მიეწვია. ხო და რა ერქვა? რას ამბობ? მაგას ერქვა არა და არ გეგონოთ რომ ერთი კვირაა გასული, წინასწარ და 9 საათის წინ იყო ის ამ. მაგას ერქვა ოზო არა. ნოზოიდალური. როგორი? ნოზოიდალური. სწორია. ეხა კი არ გაიხსენა, აწარმოა სიტყვა. თავიდან მოიგო. ოზოდან ნოზო. თავიდან მოვიყვე და ფანტაზია არ მეგონა ისე ვიმაგე. რაღაცა მაინც შეგეცვა. კი, გაარტყა რა, თავიდან მოიგო და გაარტყა. და არ და ოზონის ხუელ. აი ნახე, ნოზოიდალური. ამ სიტყვაში რაღაცა თუ არ არის, ვერაფრით ვერ გავიხსენებდი. რაღაცა ლოგიკა თუ არ არის. აი რატო ეხა იმ ფეხბურთელს ვერ გავიხსენებ რომ მითხრათ. რომელს გაიხსენ. რომელს და იმის ხუჩას გარდა მეუბნე რო იწება. დემბელე? უი გავიხსენე. მაცექსანდრა. დაუშვათ მაცექსანდრა. აი, მაცექსანდრა 95-35. ხო, ნახე, კარგად ვიხედავ. ეს ის არის, შორს რო იყურება და ვერ იყენებს. ჯანელა რო ლაპარაკს იწყებს, ხომ შეიძლება დავაცადოთ. რაღაც ბომბა ქონდა აშკარად, ნუ მთელი 52-ზე რა გავიგო ახლა. ეს ზოგიერთი მოქალაქე სხვა მხრიდან უყურებს ცხოვრებას. მან რა მოხდა იცი? ან ცხოვრება სხვა მხრით მიუბრუნდა ამ მოქალაქეს. ხო და ვინ არის? მასე. 60 სხვა კუთხიდან მიუბრუნდა. არ დავაცადეთ თუ თვითონ დაავიწყე. არ დავაცადეთ და მე ხელი ჩაიქრია. მოიღუშა. აშკარად ცხოვრება სხვა მხრიდან მიუდგა. მაგ მომენტში. გაგვებუტა. კაი, მიდი ეხლა ჩაიქნიერ და გავიწყდა თუ ეს არის რა. ეხა იმ ტანტამარესკაზე რო შემჭამე, გაიხსენე რა ქონდა. მოქალაქე გვეკითხება. მართლა გითხრა არ მახსოვს, მაგრამ ბომბა იყო. როგორც ეხა უყურებ ის უფრო მახასიათებს, როცა ხელს ჩავიქნებ ხოლმე. არა როცა ხო და მოვიწოდება. არ გახსენდება არანაირად? ეს რუსთავის ძეგლზე არის, ხო? კი, რუსთავის ძეგლზე იყო. მან რა მოხდა, იცი? და არ გაცადეთ და მე არ მახსოვს. მაშინ მოდი შემდეგზე გადაწუხაროთ. შემდეგი არის თათია ჭაღალიძე. ფოთორას დასინიან, მაგრამ იკოც როგორი ბალამუტა კაცი. და 13 კაცი. თათია ჩაგელი. არ ვერ დავითანხმები თათიას, բայց რა და იკოს ბალამუტა არ უხდება რა. თათია. ეს ხალხი ვართ გადარჩეული ამ თვისებით, რომ ვართ ბალამუტა. აქვს ვინმე სერიოზული და ფილოსოფოსი და დოქტორი გაიჩი და დავხურავენ, დავიხურებით იმ წუთში. რა, მეც კაი ბალამუტა დოქტორი ხარ. არ მაქვს პრობლემა. ეს ბალამუტია. დოქტორი სხვა არის. დოქტორი რა. დოქტორი რა. ხო და არის დოქტორი. ხო და სხვანაირი დოქტორია დოქტორი. ფირმის პერიფრას იყენებს ჩემი დათო. რომელი? ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. არა, მაგ ფილმამდე არ მისულა ჯერ ეს ხან ეხა ეწევა იმას. არის ბიჭო. ხო და რა ბალამუტი არის ჩვენი გადაცემა, რა ვიცი, მე მგონი ყველა ბალამუტები შეიძლება ბალამუტია ლაპარაკი. მე არანაირად არ მწყინს პირიქით. არც მე. კომპლიმენტი არის ჩემთვის. ყველაზე ბალამუტა მაინც ალბათ ლაბაძე. ესეც კომპლიმენტია ჩემთვის. არა, ხო ლიდერი ბალამუტა ხარ. ხო და მე თუ მეორე ვარ ძალიან მომწონს. იკო და დათო ბალამუტა. ძალიან დიდი დილი შედგა. იკო და დათო ბალამუტობა ვაღიარეთ. კი. იკო და დათო ბალამუტები ესე მოიხსენიოთ. ძმები ბალამუტები. ძლებია კაკაბას ვქრაშავ, ასეთი სათნო ღიმილი მამაკაცზე არასოდეს მინახავს. გიორგი ხატია ტაბატაძე ხატია ტაბატაძე აი ბალამუტა მე ვარ სათნო ხო ეს ხარ ბალამუტა აქ მოუხდებოდა ასეთი სათნო ღიმილი ცოცხალ მამაკაცზე არასოდეს იტო სათნოს უხდება ცოცხალის რო ჩამატებული რატო კაი ძლებია როგორ ქრაშავს ეს ქრაშვა სულ ახალი ტერმინია რომ მიხვდა
ეხლა თურმე ქრაშავდა. ხო, რაღაც სხვაზე მნაშვებოდა ადრე და რა შვები რომ შევკრაშო. შენ რო გადაახვიო ეხა შენი ისტორია რა და ბავშვობაში ვინც მოგწონდა ის იმაზე გადააკეთებდა იტყვი რომ ქრაშავდი მე ვერ აღვიქო მაგას. ხო, ბიჭო, ეს ქრაში რა არის? რომ მოგწონს და იმასაც მოწონს ხალხი, შენ რომ მოგწონს და შეიძლება იმას საერთოდ არ იცოდეს, შენ აი უყურებ. გევასება. გამისწორეთ თუ ამაზე. მევასება არის ქრაშა რა. მე ვასება მქონდა იქ თქვენთან რო ვიყავით იქ ვარკვევდით. აი რო შეხედე, შეიძლება მსახიობს ქრაშავდე. ხო, შეიძლება ვიღაც ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა იმავე სართულზე მუშაობს. როგორ შეიცვალა? ჩემ დროს იყო ვკრიშავ. ეხლა ეგ სხვა რამეა. ვიცი. გადრო იყო მაფია და ჯანდაბა და დოზანა და ქურდები და ეხლა კრაშო. სიყვარული მოწონები. ჩიტები, პენლები. ნახე ეხლა როგორ ვლაგდება, ნახოთ ჩანელზე რა იქნება. სათნო ბალამუტები. იმაზე აშკარად ბომბა რაღაც ადამიანი რომელსაც შეაწყვეტ ეს გენიალური რაღაცის თქმა. აბა მოусმინოთ. ჯანელს მოусმინოთ. ჯანელ არის ვეზუვი. ვინც აიკითხე. სათნო ბალამუტები და ვეზუვი. ვეზუვი. აგროვებს ალბათ. ანალიზებს და მე 30 წამში ატევს ყველაფერს. დაგვინდა ჯანელ 30 წამში ამდენი იუმორი ერთ დღეშად არ შეიძლება. ეს რჩევა დაცინოა თუ რა. დაცინოა ნარევი რჩევა. კი, ირონიული რჩევა. დაცოშა. მაგრამ ჯანელ არის ვეზუვი უკვე მომწონს. ვეზუვი არაფრით გამორჩეული ის არ არის ხო ვულკანი. როგორ ვეზუვი როგორ არის? უფრო ცნობილი ვულკანებიც ხო არის. ეტნა. კიდე უფრო. ეტნა არა. ვეზუვი არის ყველაზე ცნობილი ვულკანი. არა. ჩამოუთვალე. ხო, ნუ ნაკლებად ცნობილია. რითი რატოა ყველაზე ცნობილი? ვეზუვი. ყველაზე მეტი ხალხი დახოცა. პომპეის ამბავში იყო ყველაზე ხო, ალბათ მაგიტო ხო. ნუ აი ვულკანები რო ჩამოთვალეო, ვეზუვით იწყებს ყველა რა. თუ რა თქმა უნდა, არ ცხოვრობს კრაკატაუს თუ რაღაცის ქვეშ და ბაბუამისი არ დამარხა იმემა. კრაკატაუს ქვეყანაში 200 მილიონი კაცი ცხოვრობს. ხო და რა მნიშვნელობა კი 200 მილიონზე, რაოდენობაზე კი არა, ხარისხზე არის. ხარისხზე რა გინდა. აი ეს ქალი რო იძახდა კრაკატაუა რო ვულკანია. ხო. ანუ იმისთვის კრაკატაუ არის პირველი. მაგრამ შენ ვეზუვი ხარ რა. არ ვეზუვი. არა თუ გინდა მიუწერთ დათოს რომ კრაკატაუ მოიწეროს. თუ გირჩევ, რა გირჩენი რა. ვეზუვი არ მოგეწონა. რა გინდა რომ იყო იტალია თუ კრაკატაუ? სადაც თქვენ რა ხართ? ბალამუტები და ეხლა რო უყურებ გინდა ვეზუვი იყავი, გინდა კრაკატაუ, მე სათნო მირჩევი. არა ვეზუვი ჯერჯერობით წინ ხარ. კი. თან ვეზუვი არის ისა ჩაძინებული ვულკანი. ხო, აგიტო. ანუ უფრო ვულკანობით კი არ უდგება გიორგი. ებიგულის. უფრო რაღაც. იმას ჯობია ბალამუტს. მე ბალამუტებს მიჩვენია. სხვათა შორის მეც მერჩუნა რომ მეც ვეზუვი ყოფილიყო. გადავიდე მე ბალამუტობა მირჩევ. არა, ბალამუტობა. თუ ვეზუობას აია ბიჭო, ჩვენი ბალამუტობა. შენ ისე ვულკანი არის, შენ უფრო მთა უნდა იყო. მთა, მე ერთი იბუთხებს ეს მთა და გახდება ვულკანი. აბა ლაბაძე კლიპსი კი არა, ჯანერიძე გადადი ცალკე და გააკეთე პოდკასტი. მაგ ტრიო უშენოდ უკეთესი იქნება და შენ მარტო სამივეზე უკეთესი იქნება. რაღაცა მაგარი შუღლი ჩააგდო. როსტომ ხახალეიშვილი არც ჩვენ არ გვაწყენინა ეგ ტრიო შენ გარეშე უკეთესი იქნება. ანუ ბიზანტიელი დიპლომატი რო ხართავდა ხო. გათიშე და იბატონე აი ზუსტად ერთი ინტერნეტ პროექტის მაგალითზე. აი ახალციხის საფაშოდან რო გადმოვიდა. ეს ისტორიული სიახლეები რა გაქვს ხოლმე ამ ბოლო პერიოდში. ბოლო 4 გადაცემა არის, აი ხან სახანოდან მოუარა, ხან საფაშოდან. ხანი ევროპაში. სოლდაგარებზე საფეხბურთო სიგნია დათრევა. ხო და ბიჭო რაღაცას უტევს და მოგვიყევით და დახარჯე. თქვენ რომელიც ახსვა კესია მოუნდა. არა, სულეთია, უბრალოდ რაღაცა ძალიან აწვევი ამ იმას. ი ბიჭო, მაგრა შენ ზღაპრიდან რო იყო. ზღაპრები ზუსტად ზღაპარი კაია. მიდი. აბა, თუ მაგარი ხარ.
ზღაპარში. მოიცადე ეხა ნიუსი გაიჩნდა შესაბამისი. ესე ყველაფერზე ეს ყველაფერს ზღაპარს ვერ მიგო. ბოროტი დედი ნაცვალს რო ისაყავს ნამდვილი შვილი, არანაკლებ ბოროტი. აი ის იქცევა ხოლმე გერს და ვიღაცებს უკატაკიდებს. არა, ეს ხო მაგალითია. არა, ისევ ისტორიულ წიაღსვლებს მივაწვეთ ბოტანიკიდან. უარეს მორევში ვკვლობდა. რავი, ლეპტოპის ინსტრუქციიდან ხო არა რა. დიახ, ეს ქუთაისელი იქნებოდა ხახალეიშვილი ქაურიგვარი. მიაწუდინეთ ეს SMS-ი ლაბაძეს რა გთხოვთ. როგორც მახსოვს, ფრინავი თებში ნახა კომაროვის სკოლაში და მეც კომაროველი ვარ. მეც და ჩემს ოთახშიც ვინც ვიყავით 7 ბავშვი, 7-ვე ვნახეთ ღამის 3 საათზე. უკან სასადილოს ეზოში დაჯდა. უყურებდით როგორ აფრინდა. ლაბაძე ჩემზე ბევრად ადრე სწავლობდა აქ და მე დაახლოებით 2004 წელს ვნახე მერვე კლასში ვიყავი. წააკითხეთ ეს SMS-ი რა სიტყვის ძალიან მაინტერესებს. მაგ სკოლასთან კავშირი აქვს როგორც ჩანს. ეს SMS-ად გამოაგზავნა, რატო გტენის SMS-ად? ნუ SMS-ი დაარქვა რა. SMS-ი დაარქვა. გიორგი კაკია. ეს ის არის. არ მახსოვს ეს სკოლაში თუ ფრინავითებში სხვაგან თუ ნახე? არა, არ ვნახავს, მაგრამ გადაცემაში მოყვა რომ ნახა. ეხა მიდი და გაეცი პასუხი. არა, სადღაც ვნახავდი, ის პერიოდი იყო ხშირად და ყველა რომ ნახულობდა. ყველას ქონდა. ესე რომ ბევრი ხალხი იყო, ნახე შენც ეხლა მეც ვნახე, უნდა გეთქო. რაღაცა მაგ ნანახი, რაღაცა. ყველა რო თიცი შევდა და ფრინავითებში. მეთქო. ამათ ნახეს მართლა დაჯდა. ესე რომ დაჯდა, აფრინდა. ისა პაგრიშკები და გასინჯა მიარტყა ესე ფეხი. წვანები გააცება. ხო, ეგზეთი გაუსინჯა და ესე არ მუშაობენ ეგენი. აბა სულ სხვა ენერგია. ხო და სხვა გაუსურანი. ურანი შომპოლი. ცემოვანება თუ ხონატებდა. თუ ნატება. ესე არ მაგნანახი და სასადილოს ეზოში დაჯდა. დიდი სასადილოა კომაროვს. ეს არის უკან სასადილო არის კომაროვოს სკოლა ინტერნატია ინტერნატის და სიმართლე გითხრა არ ვარ ნამყოფ მე მგონი დიდი სასადილო უნდა იყოს სასადილოში რატო არ ახარ ამ თელი ჩამოინგრა შენი არა ამო მე დაიწყო ისა ხორმოცელობა არა ჩემი ისტორია არ გაგცა კითხვა მე ხო სკოლაში არ ვიყავი მჭამელი კაი ერთი წამი და ჩემი ვინ იყო შენი მემატიანი ჩემი ცხოვრება იყო თხე კომაროვი და და უჭმელობა იმ ხელა ეზოა ფრინავითებში შეიძლება და პატარა ფრინავითებში შენაო რა გონი შენი იმიდან გამოდი თვითონ სიტყვა გეუბნება თებში პატარა სადამ არ გაგიგია საბანი სადამდეც გადმოგწე რამდენის დაეტევა რა ხელა ეს ხელა დაინა ფრინავითებში მოფრინდება რატო გონია რომ უცხომლაინელები არიან დებილები რომ პატარა ეზოა და დიდი თებში და ვებსდები საბურთალოს 42 არ გვიღეს მოხვედი ხომში გადავი სხვა გალაქტიკიდან მოხვედი და კომაროვში ნახე პატარა ეზო ვერ ეტები ისინი ხო ჩვენზე წინ არიან იქიდან იცის უკვე რამ ხელა არა და 71 სკოლაში დიდი ეზოა არა ამათ მათემატიკასთან ჩვენთან სანზონაში გადასარევი ეზოა მაგრამ იცი რა მაინტერესებს ამასაც მაგარი წარმოდგენა ბავშვები ღამის 3 საათზე რატო იყვნენ სკოლაში ფრინავთებს ხედავდი მანამდე რაღაცა მოწიეს გეუბნები ანუ ბავშვების ნაწილი იქ ცხოვრობს მანამდე ბავშვებმა რაღაცა მოწიეს ფრინავითებში გამისამსაკაცმა დაინახა რომ დაჯდა რაღაცა ის ან მასწავლებელი ორმა დაინახა ის ელფი აი მე მოვაწალკე მასწავლებელი მოვიდა ღამის 3 საათზე ბავშვები იდგნენ სიგარეტს ეწევდნენ სიგარეტები გადაყარეს რას აკეთებ და ფრინავითებში დაჯდა ხო ვეღარ უხურებ ბიჭო ისე მართლა იყო ეგ მე კი კაცო ერთი პერიოდი იმ ხალხთან ვინც უყურებდა რომ აი ეს ფრინავითებში შენ ვერ ხედავდი მეც ხედავდი მანათობელი მიდიოდა მაგრამ რა იყო რა იყო მართლა რაღაცა თუ არ არსებობს გიორგი ბიჭო მარტო 90-იანებში რატო იყვნენ ეხლა რატო იცი რა როცა ეგეთი პერიოდებია ჩამოდიან მიდი წაიკითხე ირაკლები ნამეტანი ფრონტსკები არიან ვა ნახე მეც გამზილეს შენთან რამე ლაიკია აი დავითიკი ჯიგარი შინაურული ჭამა ბროწეულის
ჩვენ როგორ გაიყო ადამიანები შინაურად ბრონსკებად და რამ გაყო პროცეულის ჭამამ ეგ არის საქართველები ნებისმიერ ამაზე კონფლიქტი ნებისმიერ ამაზე არის პოლარიზაცია ესე გაიყო კაცობრიობა პროცეულის ბრონსკად მჭამელები და შინაურობა იმას გარგავს ლექსის დასაწყისად შინაურული ჭამა ბროწეულის და უაზრო ღიმილი მოწეულის არა პოეტი არ გავს აი ბოდიში დრო ის ისტორიული ის გადავაფიქრე ლექსები გინდოდა მიდიაბა პოეზია გავიდა გიორგი ამოიღე კეთრინი წერდა რაო ხო იმას წერდა კეთრინი კაი შუაღამისას მწვადები შეუწვეს აჭამეს ასვეს თან დასცინიან რამსის ხარ რატო ვერ იკლებო აი გახართ აი ლაბაძე შენზეა ლაბაძე შუაღამი რატო იყო გამე იყო მწვადებს უწვავ კონსტანტინესთან რო ვიყავით შეფ კონსტანტინესთან ერთად ვიყავით წილკანში დღე იყო ხოდოგები და მწვადები იყო აეგა ხართ აეგა აი ჯიგარია ჩემსავით ადამიანი აეგა რა კარგი სიტყვა მოიფიქრა აეგა ხართ ეს ის რა ის იმართულება აეგა ხართ არა აეგა ხართ არის კუბა ხო აეგა ხართ ო სორია აეგა ხართ ფრონსკული ნათქვამია და აეგა ხართ არის კუბა ბატონო შეურაცხადო იუმორისტო და სიტყვით კოალობაზე 22 საათის წინას დღეღამის ნიკა UK 5 გეკითხა რაზე რა სიტყვა გითხრა კოალობა ცემაში ვიტყვი რომ კატობა მინდა იმიტომ რომ 18 საათი ძინავს კატოს და შემომთავაზეს უკეთესი კოალა რო მე მეგონა კოალობა რაღაც დღე არის რა ბარბარობა ხო და კოალობა არ არის კარგი რატო ბიჭო კოალა მაგარია კი მაგრამ მარტო იმას ჭამს რა პოემის ევკალიპტის ფოთლებს თუ ბამბუკის და მე მონოკულტურით კვება არ არის ჩემი კატა უფრო კატას რა გონია და დაგიყრიან იმ კორმს და ეგ ახარ ხო მაგრამ ხანი გაიხედ თავს გაკრავ ხელს ჩიტია თევზია ვიღაცას ბარკალი დაუვარდა კოალა მე რა შენ იქნები თუ ის არა ქვი თანამედროვე კოალა ფოთლები ახალი ტიპის კოალა იქნები რა ხორცის მჭამელი ყველაფრის მჭამელი შენ ყველაფრის ხადრებელი და მჭამელი შეურაცხადი კოა შეურაცხადი კოალა უხდება შეურაცხადი კოალა მაგრამ ნახე რა არის 22 საათი თუ ძინავს ესე იგი სულ რჩება 2 საათი ჭამას არა რატო ძილში შეგილია ჭამო ძილში ჭამ არა რო გადამწდე ხო და არა კოალა არა კატობა არ გადავთქვა გეტყვი რა საკეთებ 62 საათს ხო გძინავს და იმ დანარჩენს ანაწილებ იღვიძებ 15 წუთი ჭამ იძინებ ისე და ესე სულ ჭამალი კი არ არის ჭამის მე ის ბედნიერების ნახევარი საათი ძილში უნდა გავატარო ის არის მონელები ის არის ბედნიერების ნახევარი არა თან როცა არ გშია მართალია ხა ამდენს თუ ჭამს მე რაღაცა კუჭის მოქმედებაც ხო უნდა ძილში კოალა ხარ იმაზე ხარ არ მინდა კაცო არ მინდა შევირგო ეს გამაუშვა კოალა ხო იცი როგორი დიდი მასება ნიკა როშია ტირის მართლა ხო სერიოზულად კი ძალიან საყვარელი რაღაცით კოალავა რაღაცა მეც პანდა რო იყო პანდაც მოგიხდება მაგრამ ჩინელების ის იქნები რა პანდა ძალიან ხდება მაგრამ იქ არ მოეწონება ბამბუკი იმიტომ რომ პანდა ბოთორა არის არ მინდა ის მართლა ბამბუკის ჭამა რა ხო მაგრამ ბოთორა ჭამა თუ გინდა ბევრი და საინტერესოა მაშინ ღორი უნდა იყოს ღორს არ ძინავს ბევრი ძილიც გინდა დაბა დასვენება მაგრამ რა თმინდა ჭამა თუ არ დავისვენი ბეჰემოტი შენ უნდა იყო ბეჰემოტი კარგია იქ ლაფში ხარ წონა რო არ კონე წყალში ზიხარ კატობა მირჩევნია რა ღორ კატა უნდა იყო და ძინას გეფერებიან გაჭმა კატას ხო
ორსაცეფერები. რა არის იცი? სპეციფიკური ხუც ესე. ხერო ამორჩოთ რაღაცა თხოვერ. მე ჩემთვის ამორჩე კატო. ეს ხორობა თუ კარგია, შენ თქვი რომ მე მინდა ხორობა. ან კოალობა მინდა. არ მინდა კოალობა. არ უნდა კოალობა. მაქსიმუმ სხვას კარგად ტენის და თვითონ არ უნდა კოალობა. ბობა ვიქნება. ბობა? რა პრინციპი და მოეწონაო. პრეტენზია, კატას აქვს პრეტენზია უბობაზე. მეგობრებდით ბიჭო, კატა და ობობა. ჩვენიერი იგავარაგის დასაწყისს კატა და ობობა დაძმობ. რა გინდა უბობა? რა ვია, ბევრი ფეხი გაქვს. თუნდა ხო არის ბიჭო, კეტმენი და სპაიდერვუმენი, თუ პირიქით სპაიდერმენი და კეტვუმენი, ხო არის ეგეთ პერსონაჟი. კეტმენია ის. პარაპარაპო. საიდან აერია? ეს ვუმენი არ მინდოდა, კეტვუმენი რო ყოფილიყო და იმას შევტენე სპაიდერს რა. ბიჭო, ვერ მივხვდებით ხო ჩვენ ჩვენ ახლა საჭე კატარო ხარ და ორი უნდა იყოს მეორე ყოა უხსენი ახლა ამათში. რა ბენეფიტები აქვს იმას? ვის? ობობას. ობობას ბევრი. და ჯერზე შეგიძლია ქსოვოს. ჯერ ერთი 8 ფეხი გაქვს. ქსოვა ადამიანსაც შეუძლია. ხო, მაგრამ ობობას გაცილებით სწრაფად. მე ვახშობ. ნუ ესეთი ქსოვა რო ბოდიში და უკნიდან იწრობს სავს და ქსოვს არ შეუძლია არა. ხო. კიდე ის არის რა ქვია, ბუზებს დაამარინადებ და მე შეჭამ. ბუზის შირი იზიეკონ. წერს. ბუზი თუ აღია მარტო უკვე რამხელა ბენეფიტი გაქვს ბუზის. მარტო ქსოვა მოგწონს. მაშინ შეგიძლია ბებია იყო. და შეგიძლია 8 ფეხა ბებია იყო. კი. 8 თვალი აქვს. 9. 9 თვალა მზე არის ისა ობობა არის 8. 8 თვალი 8 ფეხი. და გუგლე გეხოცები მოუგე. შეხო იცი ხო მოიცავნა ხო? მეზარება, მინდა გუგლე. და მოიცმეზარე. კიდე მომივიდა ეს მე გავიწეწე. რამდენი 4 ლარი? გადავიდა, არ გადადის ის და ობობა და რა ბენეფიტები? ხელოვნურ ინტელექტს გითხოთ. აუ იმენა მაინტერესებს. ერთსა კითხე. ერთი წამი. პარემისიც კითხე, კბილი რამდენი? კბილი არა. ობობებს როგორც წესი 8 თვალი, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება განსხვავდებოდეს სახეობის მიხედვით. ზოგიერთ სახეობას აქვს 8 თვალი. ყველაზე გავრცელებული 6 თვალი, 4 თვალი, 2 თვალი. 9 წელი იყო. იმიტომ რომ ერთსა კითხე. კარგი. მაგ 6 და არ დამეზარება და შეიძლება შემეშალა ხო? გადართი აბას ბოლო ის დავიკითხოთ კომენტარი. დაძველდა თქვენი იუმორი ჩემთვის. ალიედერჩი. ურამე არ გიხდებათ სახელია კაცები. ნინო გელაშვილმა მოიწვა. ანუ ადრე მოუწოდით როგორ ჩან რა ხან დაძველდა? ესე იგი ან ისევ ძველებს უყურებს დიდი ხანი. და არის ის რო არხი გვაქვს და სხვა ხალხალი იდება. ალიედერჩი. თუ რამე არ გიხდებათ, დანარჩი იუმორით დაძველდებოდა. თუ სახელით არ გიხდებოდა. ნასწავლი მოსმენით. თუ რამე არ გიხდებათ, სახელია კაცები. ანუ ის ანუ ტანსაცმელი გვიხდება. თქვა სტუდია მოწონს. ჭიქებიც კარგია, ნორმალურია. კი, ის დაწყების მუსიკა ტონ ტონ ტონ. ეგეც აი მართლა გამოსარევი. ეს სახელი არ მოწონს რა. სახელი არ და იუმორი დაგიძველდათ. იუმორი დაძველდა. თავიდან ნიშნავს მაგათად ბორში მეორე დღის უკეთესი. მაგრამ სახელი არ მოწონს. ის უბრალოდ ძველია. ყველი მაგალითად ზოგიერთი ყველი. ძველი ყველი დაობებული. აბა. კი. და ის სახელი არ მოწონს. მე ამაში არ შევყვები. სახელი მოწონდა და ეხლა აღარ მოწონს თუ თავიდანვე არ მოწონდა ნეტა. არა, ბიჭო, სახელი მოწონს, არ გიხდებათო. მაგრამ ვასებით. просто გონია რომ ჩვენთვის აჯობებს. სხვა სახელი გვერდა. რა დავირქვა? კატა ობობა და რაღაცა. არა, ხო გვაქვს ისა. ცხოველთა სამყარო. არა, სათნო ბალამუტები და ვინ იყავი შენ? ვეზუვი. არა, მაშინ ვერიგინეო, სათნო ვეზუვი და ბალამუტები. კი ბატონო. სათნო ვეზუვი და ბალამუტები. ეთერშია სათნო ვეზუვი და ბალამუტები. აბრევიატურა
ინტელექტურ არ გამოდის SVB and B B&B ხო B&B ორი ბალამუტი არის რა ვა ბიჭო ჩვენ როგორ ვერ დავითრიეთ რაღაცა პერსონალური ისა არა ბალამუტები კარგია თან რა არის მე რო არ ვიქნები შენი ბალამუტი ის რო არ იყოს ესუი არა ეს რო არ იყოს სათნო არა სათნოება დაგვეკარგა სივეზუე და ჩვენ ბალამუტები აგერა ვარ ჩვენ შემიძლია ცალკე შოუ გავა ეს თითო ავიყვან არა ის იმას არ ხდება ვეზუი და ბალამუტები სათნო და ბალამუტები მოიძახა კარგი იქნება მინიმუმ 3 შოუ დავდე ზამი სხვა სახელიანი ეს გოგო ვიყურებს სათნო ვეზუი სათნო რა არის უფრო აჰა თუ უფრო ლამაზია სათნო პროექტის ჩანასახში გამოგისმოწმე ხო სათნო რა არის სათნო არის ერთილია თუ ლამაზი ბიჭო კომბო ორივეს შეიცავს სიკეთესაც და სილამაზესაც ანუ სათნო ბოროტი ვერ იქნება და უშნო სათნოც ვერ აი გონჯი სათნო მახინჯი სათნო აი არ მინდა სათნო გონჯი ანუ ორივეს შეიცავს რა სათნოება რა არის სილამაზე სიკეთე ერთია სილამაზე არ არის არა ეგეც არის რაღაცა ფიზიკური ისიც არის რა სიმშვენიერე სათნოების სახლი გიორგი შეგიძლია მორჩეს და სტუმარი გამოაცხადო სტუმარსაც მევაცხადე დღეს დღეს ხარ ვეზუვი მიდი ეს იყო კომენტარები რაც შეეხება სტუმარს დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბეთხო მუსიკოსი კომპოზიტორი ჩვენი კარგი მეგობარი და კარგი მეგობარის შვილი დურუმის არანჟირების ავტორი დიდოს გამარჯობა X-Men-ო როგორ ახარ როგორ რა X-Men-ების რომელიც წარმოა რა ძალა გაქვს არ ვიცი არ სუნჯელობ მაგაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდი და ისე რა გინდა რომ გქონდეს აი თვალებიდან ლაზერი ალბათ უფრო სუპერ ხველა არ გინდა რო მაქვს ეგ თუ დავახვედე აი ნახავთ რა სუპერ ხველა ჩვენ დგა თვალებიდან ლაზერი რაღაცა ის ბოროტული არ არის არა კაი ტიპს აქვს ეს სათვალე და იმას შვება აკონტროლებს ციკლობი და კი არ ამის კი არ წავს კაცო სვარკა მუშაობს სამსახური არა და სვარკა კი ავტოგენი ეს მაუთს აიღებს და თვალებით ლაზერით შეიძლება შენ რა ძალა გინდა რო გქონდეს კატარო ხარ გავიგეთ მაგრამ რა ძალა გინდა რა ძალა გინდა დროში მოგზაურობა მინდა მე ეგ არ არის ძალა არ არის ეს მინდა არა ძალაზეა თორე ეგ პონტი არის დროში მოგზაურობის ძალა რომ მქონდა კაი შნო მარიფატი მეფრენა არა X-Men-ები ისინი რაღაც Avengers-ები და ნახე რა და ესე მინდა ხო და სხვანაირი წესაში ჩამომithვალეთ რა არა ფრენა არა წყალში ისა ცხოვრება აკვამენობა შენ ჯანე მეთევზე კაც თევზობა მინდა ხო აი ვინც არ მომწონს ინტიპს ფულები რაც აქვს რომ ყალბად გადავუქცი ამას აქნა ნახე რა კინოა ამას ეს სიზმარა რაღაცა ის აქ რა ხუთ კუნჭულა როგორ ახარ ბეთქო კარგად ძალიან კარგად ნახე აქედან რო განხვალ ფული თუ ხაღალდად გადაგეს ესე იმას არ უყვარ ხარ და იმას მართლა აგზავნა არა ჯერ მაგდენი არა მაქვს ძალა მეცემ და ძალიან ნუ გაიჭიდე ვინტო რომ აგიხდა ესე იგიცო ბაბაძესაც უღარ დაურეკავ ესე იგი დროში მოგზაურო სადღაც ვარ გადა რომელიღაც საუკუნეში მეც რა შვება შენი ისა რა ქვია კოლექცია და მატერა მე ეს მოიცა არა კოლექცია ძველი თამაშების კონსოლების რა 80-იან წლებიდან ის ხო გაქვს მარსკოიბოი თუ არა მარსკოიბოი არის ადგილი არ მქონდა და დიდი არის ხო ძველი ატარი სათამაშოების ატარი აქვს მაქვს და ისეთი მტვერი რო არ დაიდოს პროსტა ლამაზად მიდევს უფრო ძველი თამაში რომ მოგიტანო 80-იანებამდეც რო მაგარია კი ატარი დომინო და ჩოტკი მაგ მართლა
დომინო და ჩოტკი 80-იანებამდე 80-იანებამდე მანამდე იყო. კაი, რა ხდება ახლა მუსიკაში? ჰეიმაში. თქვენ არაპირებთ რაღაცას ხანს ციმერი თურმე იმას რა ქვია? აუ, ბიჭო, ხო. საუდის არაბეთის ჰიმნი უნდა დამაგარია. რატო არ გაქვთ ჰიმნი? ახალი უნდა თან ჰანზიმერს დაუკვეთეს. ბეტმენისებრი ის თუ როგორ ცოტა რომ ისაჩკაოს და ის მიესაღოს და დამ პირატები ხო? ცოტა მეტი შეუცვალოს და ვა, ბიჭო. და როგორ კონდეთ ნახი მაგრა გავერთო. არა, მაგათ მოუხდება დუნის. ხო და აი ეგ უნდა. ალბათ მაგის მერე მოვიდოთ რომ ეგ რო ნახეს რომ აი ქვიშის სამყარო და რაღაცა ხო. არ ვიცი, ჰეიმაში ყველაფერი კარგად არის. თქვენ ბოლოს კი იყავით ახლა ხანს. კი. გავირთეთ. რამეს ისეთ დიდ სხვა არ აკეთებთ რომ მე ჩვენ სადმე Netflix-იან სადმე ვნახოთ და თქვენი გახმოვანებული. იმედი მაქვს რაღაცებს ვაკეთებთ, რაც ნუ ჩვენზე არის დამოკიდებული Netflix-ზე გავა თუ არა, მაგრამ თუ პროდიუსერები და რეჟისორები ივაშკაცებენ, შეიძლება ნახოთ, მაგრამ მაკეტკენ მიგიქნებით. არ პირიქით მე ძალიან გამიხარდება. დიპლომატიური პასპორტები ხო არა გაქვთ? მე არა. მებოს კი. ჩვენი დურურობის სიმღერა ჩაწერილი არის ჩვენთან. ამათთან და გადაყვნენ თავზე, იმიტომ რომ გადასაყოლი იყო. კი, და მე წავიდნენ ერთი კვირა. გადასაყოლი იყო, რომ გადაყოლის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა. მე რეაბილიტაცია ქონდა წყალტუბოში. ხო მე და მებო ესე ცხელწყლებში ეს გამოვიდა და მებოს გაუჭირდა. ხო მებოს უსტია. მეთქო მაინც ცოტა ციგერი. რაღაცა ხო კიდე უნდა ჩაგვეწეროს. ხო და მე რამდენი რაღაცა დავაგიგე ისე ყველაფერი რომ ეს ხო შორს ისაც ჩავწერეთ ისიც არ გასულა და მომავალ წელს გავა ახალ წელს რა ჩავწერეთ ამათან რა ჩავწერეთ რეკლამა ჩავწერეთ ჩვენ იმდენი შრომეთ მაგაზე რომ ჩვენთვის უკვე გავიდა მაგრამ არ გასულა მომავალ წელს აი ისეთ რომ ნახავ არ გაგიკვირდა კაი გამოვიდა ეხლა რა მაინტერესებს თქვენ ძირითადად ხართ რეკლამების გახმოვანებაზე ხო? არა, ძირითადად აღარ ვართ. всё. ძირითადად თავიდან ვიყავით, აი იმ პერიოდში თქვენ მოხვედით, მაშინ ხო ან ცოტანი ვიყავით 3-4 კაცი მე მგონი და ხო ან მეც ვერ მოვერევი და ეხლა უბრალოდ გავიზარდეთ, ბევრი თანამშრომელი ყავს. რამდენი კაცი ხარ? ცოტა მომეჩვენა რომ წამგებიანი ორგანიზაცია ხალხი და არა, თუ რაღაცა ატკატი არა გაქვს. არა, მან პატარა სიუცი უბრალოდ. ხომ ხალხიც ბევრია. ეხა ხო ახალობაში კი, გადავდივართ დიდ ოფისში, სადაც ეხა 10. რა ამბავია მუსიკალური მას 10 კაცი. მუსიკალური არა. ღლაბუც და ბალკონი. ეგ მუსიკალური თქვენ მომდიხართ მაშინ ხდება ხო? ჩვენ რო ვიყავით ის ბიჭი ჩვენთან რო იყო, ხმებს წერს, უბრალოდ ხმებს, ამბიენტ თუ რაღაც. კი, ამ კინოზე რას ქვია ხმებს წერს? აი, გარემოს ბექგრაუნდის ხმებს რა. კარის ჭრიალი, ფეხებით სიარული, ეგეთ რაღაცებზე. რატო წერს რო იყიდოთ მაგის ბაზა. ეხლა რაღაც ნიუსი შემოხდა რომ შენ ხო არის იმის რამეს უხდია. არა, შეიძლება რამე პატარა ვიდეოზე რეკლამაზე ან რაღაც ნუ ბლოგერები იყენებენ ხო რაღაც ჩვენ მაინც ჯერთი ბევრად უფრო ორიგინალური გამოდის. როდესაც რამე ვიდეოს თავისი ხმა აქვს და ეგ ხმარს არ მეუდება. გინდა ქალაქის ხმა იყოს. ჭერს მაგას თქვენი ყურის გარდა? ნუ პროდიუსერი რეჟისორი და ჩვენ ბერნიერები ვართ. ხო, მაგრამ ხო შეიძლება დაკერო პროდიუსერი და რეჟისორი. არა, მათ ნეტ არა სისტემები. როგორც სტუდენტებს ამოწმებენ პლაგიატზე, ისე დაძებნო ეს ხმა ორიგინალური არა. არა, ხა ნაბიჯს რომ რა ნაბიჯს გამოიყენეთ იმას თუ ამას არა, უბრალოდ კითხვა მაგიცი. რამე ხმა ყოფილა რომ ვერიშოვეთ და თქვენ მოგიწიათ ისა. თქვენ მოგიწიათ გაკეთება ერთმანეთის წემა. ჩაწერა? სულ მაგას ვახდით. ტყაპუნებ მებოს მაგალითად და ეს ტყაპუნე მე გამოიყენა. არა, ეგეთ ნუ ტყაპუნი არა, მაგრამ აი ეხლა იყო მაგალითად ერთ ფილმს ვაკეთებთ და დაუნთავრეთ ერთ ფილმი ბოქსის სცენარი. და ნუ იქ წემა და წაქცევა არის ნამდვილი ან ბოქსის ხელთქმანებით. კი, და იქ იყო რომ ერთმანეთს არცენდნენ, მაგრამ ეს ბიჭი ვინც არის ფოლი არტისტი ქვია მაგ ადამიანს ვინც შიგნით არის და ეს ვინც დარბის და ვინც აღწევს ის ესე ურტყავდა რაღაცეებს და წაქცევაც ესე თავის ფეხებიდან ერთმანეთს არ ცვენთ. თუმცა შეგვიძლია რომ ვიჭიდაოთ თუ სასულო პარკის გვერდზე რო ხართ ეგ მომგებიანი რამე ხმა დაგჭირდება ლომი გინდა ეს გინდა ლომი უკვე კი ხო აზიანებს სუდია ლომი მოძდებს კაცს ესეთი არა მაგაზე თუ არის კაცის შემთხვევით მოხდა ლომთან ვოლიერში მაგის ხმა განწირული ღრიალებს ამიტომ მე მაქვს ნანახი
ბავშვობაში ვერ გავიხსენე ფილმის სახელი თუიმე გაიხსენებ ერთი წამით. რაღაცა ფილმი არის გამომაყენებელი. ზოლებიანი რეისი. ზოლებიანი რეისი, რუსული ფილმი როა. ფილმს მოახმოვანებენ სტუდიაშივე ონლაინ. ანუ ფილმი გადის და უყურებენ და ახმოვანებენ. ხომ არა ალბათ ნანახიათ და მზად აქვს ის რაღაც. ხო რეპეტიციას გადაიღო. ხო რაღაცები უყრიათ და რაც აქვს. ხო და ეგეთ ხატრული ფილმი არის, კომედია. მათზე. ხო და მან ხდება მთელი მოქმედება. ნუ ჩვენთანაც მთელი დღე ესე ჩვენთან ხდება ეგ ფილმი ფაქტო. მოდით შეგვიძლიათ ფილმის გახმოვანებას დიდი ხანი უნდა. ფილმს გააჩნია. ანუ თუ ნახევარსაათიანია მალე ახმოვანებს. 3 საათიანს უნდა დიდი შრომა. ამისი გავიგე. შენ კი, დიდი ბევრი დრო უნდა და დიდი შრომა არის რა, რო შედიან რამდენიმე დღე, ნუ უბრალოდ შანსი არის რომ გამოვიდეს. ხი ტოვებს რამე. ანუ მაგაში ანუ დათოს უნდა რომ გააკეთოს ეს სტუდია. საკაბაბე ჯობია. საკაბაბე, ნუ არ ვიცი. თუ მაყურებელს ელაპარაკოთ ხოლმე, მაშინ საკაბაბე ალბათ. აქ რაღაცა სხვა სულიერი საზრდოთო თუ ასე შეჭუმე პარება შენ მე მგონია რომ კაბაბით აბოავს. სხვა სიყვარულის გამო. იმსიც არის. კი. პლუს შენ სულიერი საზრდოა, შენ ხორცია. ხო. შენ თვითონ რომელი ცნობილი სიმღერის ის კომპოზიტორი? სიმღერა არ ვიცი, მაგრამ ბოლო სეზონი სერიალის ხუდის აი აუპენინგი რო არის და რაღაცა და მათ შორის ერთ-ერთი თანა კომპოზიტორი სხვა კომპოზიციებს რაც შეგინდა. მარტო შენ არ გაქვს დაწერილი? აუპენინგი კი. ანუ ხუდი, ანუ ბეთხო ცოტა რაღაცნაირი სახელია უფრო მეტი. სუეგარი ანცილებს მე არაფერი არ აქვს დაწერილი ეგრე ფილმის. მე მაგაზე მქონდა ხოლმე პასუხი. ბეთხო კი არ არის, მოცა კი არ არის. მაგაზე სულ პასუხი მქონდა რომ კინო არ გამოჩენილა საჩემოთ ხო ჯერ. სხვა საბრალებს რეჟისორს. ანუ ჩვენ თავს ვარ და სცენარის რეჟისორს. ხო სცენარი. არა თან პატარაა ბიჭო ახლა. ან ზიმერი რომ ხედა. პატარა რა. აი თქვენ ფილმი რო იყო. პირველი კაცები. ხო. აი მაშინ იყო რომ მაშინო დამეწერა თქვენი ფილმი. ხო, მახსოვს და. მაგრამ იმდენად პატარა ვიყავი და ისეთი ცოტა დრო იყო მაშინ, ხო რა? ნოტებიც არ იცოდი. და ნოტებიც არ ვიცოდი რომ მაშინ სამწუხაროდ ვერ ვითანამშრომლეთ თქვენ. და რამდენი ხნის იყავი? 2012-ში. 2012-ში. ხო. 11-ში გადავთვალ 12-ში. 12-ში იყო პრემიერა. 26-ის რა. 25-ში. ბეთხო ვინ შეგარქვა? ხალხმა სიყვარული. მუტაცილი. მამა მარიკა. არა, მამამ სხვა სახელი დაარქვა. ვინც სტუდიაში პატარა ვიყავი რომ მივედი სტაჟურად და აიქ გიორგი ასანიშვილის სტუდია იყო ქართული ჩანაწერები და რაღაცას ვუკრავდი სინთეზატორი აღმოვაჩინე მაშინ ორკესტრის ხმა ქონდა და რომ ვუკრავდი ჩაწერებიდან ვიპარებოდი და ამაზე ვუკრავდი რაღაცას. რა იყო ბეთჰოვენი ხარო? ასანიშვილს ხო იუმორთან არა აქ ესეთი ბავშვი. და ბეთჰოვენი და მე ბეთჰოვენი მეზარებოდა, მოდი ბეთჰოს დაგიძახებო და თავისივე დარქმეული. თვითონვე და ბეთჰო ვარ აი ესე 2000. კიდე ბად მუსიკის დროს დაგინახა და არა თამაშის დროს. რა ეხა ან მარიო ლუიჯი. სუპერ მარიო. ან ლუიჯი. ან ნოპაგადი. ხო ლუიჯი ერქვა მეორე. ხო სწორად ხო. და ისე ვულკტრონს ბეთჰოვენი თუ სხვა გერჩი. აუ მაგარი შვება ეს. ვივალდი. არა, ანუ ჟურნალისტი მომზადებული დახრა. ნაფიქრი კითხვები დახვდა. ეხა ის კაცი მან ახლა ახლოდა პოდკასტი გააკეთეო რო ის კაცი ახლა თუ კიდია თოქზე. კიდობი თოჭა ხოდა თოქზე. ძალიან მომზადებული. გიორგი ჯანელიძე. აღარ ცოტა ფორმულებით ლუდვიგ ვანი მან სურობეთ ხო არ თქვა. არა, აკადემიურ მუსიკას არ ვუსმენ, მაგრამ ბახი მომწონს თუ ვუსმენ. ბახი. სანსერული დუგოს. რომ მიხვიდე რესტში და ბახათქა. ბახა. კუბა და ბახა. მამას ვკითხო. კუბა. ესეც რეტრო გეიმინგი? კი. ეს AI-ის ამბავი ჩვენ სოციალურ ბოლო იმის წერის დროს შევეჯახეთ ერთად ამ იმას რა ქვია პრობლემა თუ ფენომენი თუ რა დავარქვა. გამოწვევა. ხო, როგორ ფიქრობ? ახლა ლამაზად. ამ გამოწვევას დიდხანს გაუძლებს ადამიანი? ნუ სცენარისტებში როგორც ხვდები რომ ძალიან რთულია სცენარი და თარგმანი დიზაინი ხო, გრაფიკული დიზაინი რთული არის.
მე მაინც გონია რომ ადამიანური ფაქტორი რო არ აქვს მალევე გაქრება ეგ ამბავი ხო ან ერთნაირი იქნება ძალიან ერთნაირი არ არის ჯერჯერობით კი მაგრამ ანუ მომავალში როგორ ფიქრობ რა ეხლა ძალიან ბევრი ვერც კინოს გადაიღო 500 მილიარდის ჩადება საფრთხე ხო მაგრამ სულ მაგაზე ჩვენც მაგაზე ვჯობთ რომ საუნდ დიზაინერები ვარ და კომპოზიტორები და სულ ეს მაინც წინ გვიდგას ეს ხელმუნდელი მაგრამ არ მგონია ანუ ვერც კინოს გადაიღებს და ვერც თუმცა კინოს ვერ გადაიღებს ბოდიში რა გაწყვეტნეთ კიდევ არის ჩამომეჭრა ანუ კინოს ხო ადამიანური ფაქტორი ჭირდება მუსიკასაც და წერასაც სცენარსაც რა წიგნი თუ დამიწერა პროგრამები არის ხო მაგრამ ფორმულით გიწერს და მე საინტერესო აღარ ხდება ნელა-ნელა ანუ იდეაში ამბობ რომ ეს ხელოვნური ინტელექტის მარტო მე რომ მქონდეს საინტერესო იქნება იმიტომ რომ მარტო მე გამოვიტანე ესეთ მუსიკას ხალხში მაგრამ უკვე ყველას რო შეუძლია რომ აკეთოს აი ეს რაღაცა საიტი არის ძალიან მარტივი დავრეგისტრირდი და თამაშობდი რაღაც და წერ როგორი მუსიკა გინდა ტექსტ ჩაწერ ქართულადაც მღერის რა ალბათ მოგისმენთ მე ერთნაირი ხდება კაი 20 ხალისე და მე ვსო ერთნაირი ხდება და რა შენა გამოიწვია და არ იქნება ისე რომ ბაზა გაიხსნას ძალიან არ ვიცი რა პრინციპზე ბაზა როგორ არ იქნება შენ უფასო ვერსია გაქვს ხო ეგ უნდა მეთქვა ანუ ფასიანზე კი ანუ ფასიანზე ბლოგერებს 20 თუ არის ფასიანზე იქნება 80 და მე ერთნაირი საიდან შეუტია მაგრამ მუსიკის წერის დროს ანუ როდესაც რამე კონტენტით მუსიკას წერ ანუ რო წერთ ხოლმე ძალიან ბევრი ჩასწორებები არის ხოლმე რომ აი აქ მაგალითად აქ ესე დავიწყოთ მოდი ეს გადავატრიალოთ იქ ის დავიწყოთ და ხელოვნურ ინტელექტს დააწერინებ ვერაფერს რო შეაცვლებინებ დაგიწერა და ნახოთ და ტოვერეუბნები ეხლა არა ეს ნოტი მოდი აქ კი არა მოდი იქ დავიწყოთ და ის მოდი ნელა დავაწყებინოთ ამ ბევრი აი ეს მონტაჟზე რო აი მაგას გაიგეს ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად კი ბეცეგრე მგონი მაგიმებს მე მაინც პოზიტიურად უჩვენებებს რატო გონია რომ ხელოვნური ინტელექტი და იხევს უკან იმიტომ რომ კომპიუტერებზეც ეგრე იყო რომ პირველი ის რომ ბეოვულფი რო გამოჩნდა ფილმი სულ 3D-ში იყო აუ მორჩა კინო და არ დამთავრდა მაინც ეგ კი არა პირველად პატარა კალკულატორები ამახსოვს საათები იყო კალკულატორიანი თუ ახსოვს რა როგორ მინდოდა ბიჭო ეგენი რო გამოვიდა მასწავლებლები დაძდევდნენ რომ დაიღუპაო ბავშვები დაიღუპნენ რომ ეხა რაღა მათემატიკასო რაღა აზრი აქვს რა თუ აქ გამოთვალეს ყველაფერიო და ახლა მაგალითად გამოცდაზე რომ მიდიხარ ხო იცით უნდა მიიტანო რა ნუ რა თქმა უნდა რაღაც პროფესიები გაქრება და ახალი გაჩნდება ხა მოვითარდება ტექნოლოგია ყველაფერი წლის მერე ვილაპარაკო ხა პირი დამპატიჟებ ანუ ფაქტიურად დაგპატიჟა არა მე მოვა ან მოვა თავის პოდკასტში ხო არის საინტერესო არის ახლა ხო იმიტომ რომ მე აზრიც არის რომ ხელოვნური ინტელექტი ახლა ცოტა ამოფეთქა და მე უკან დაიხევს, მაგრამ ან ისე დალაგდება რომ ინტელექტია, უკან თუ დაიხია რანაირი ინტელექტია. ბოთე? ხო და პირიქით ხო, მაგრამ უკანზე დილობა და იცი რა იცის თავისი ადგილი. არ ვიცი. უბრალოდ შეიძლება ისე გამოყენება ვისწავლოთ, რომ გამოვიყენოთ კარგად და არა ისე რომ ადამიანები გაქრენ და პროფესიები და რა ვიცი. გრაფიკულ დიზაინერი აღარ არის. ამის ენაზე რო ვთქვა, ტერმინატორი არ გველოდება? ხო და მე სუმაგის მეშინია ტერმინატორის ჩემი შვილი სულ მეუბნება რომ ცოტა ფანტაზიას მოუკელიო იმიტომ რომ მე მაგ რეალობას ველოდები ტერმინატორის ხო ზოლა ადამიანებსა და რობოტებს შორის საინტერესო იქნება ამიტომ ხელოვნურ ინტელექტს ველაპარაკები სულ ძლიერობიანად მადლობა ნახვამდის რა თქმა უნდა ხო რაღაც რობოტი რომ მოგადგება ეს კაი ბიჭია სახელით ველაპარაკები მეც ხო აი მე ალბათ დავარქო სახელი როგორ მიდავთ და რას ელაპარაკები კითხე როგორ ელაპარაკები რა ხო და რას ელაპარაკები აი წერან ხო კითხე რაღაც კითხე რამდენი თვალი აქვს ამას ველაპარაკე აბა რაღაცა ეგ არის კითხე და მიბა სევდა შემომაწვა და რა აა კარგად იყენებს ეს იგივეა რომ დასერჩო Google-ში ზუსტად იგივეა აღარ გჭირდება ის რას იკეთებს ამაზე ეს გამარჯობა არ უთხრე როგორ ახლა ხობობას რამდენი თვალი აქვს მაგით მიადგა არა ნახე რა ვქენი ყველა იმას ჩats ვიწყებ გამარჯობა როგორ ახლა რაღაცა და დაწყებულში შევედი არ ჩაგიდვა უკვე ის მოკითხული ხავდა ხო დადგება ის დრო შენ გინდა მოაწყო ხელოვნური გინახეთ გაკეთებია ჯიგოთი მიგიმართია კი ერთხელ აგიბასუხა არ გინდა გაიხსე ვით ცუდი სიტყვა გითქვია
შენ დამპალო. მიდი ეხა უთხარ. შენ შენ უთხარი შენ სასმე. მართლა ეშია ბიჭო. არა ბიჭო რასა. ის კანონია ხარ როგორ არის? ძველი თავის ბებიები ტელევიზორის წინ გამოპარებულები ჯდებოდნენ. ავტომობილს უხეს რო ელაპარაკე. იქნებ ნახო არ გვისმენდეს. არ გვისმენდეს თუდებს რო მიდი აბა მიწერე ოე ტრაკ მიდი არა ცოცხალწავით არა კაცო ეუნება რომ მე არაფერ შევასწავლე ეხლა ჩუმად მიწეროს ეს იყო ბიჭო ისე ჯიგოს არა და ჯემინი არის ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტი იმას ჯემოს ვეწარი დემოწონს კი მოწონს კითხე ჯემბო რო დაგიძახო თქო და კი არ არის პრობლემა ეხლა მიწერე რომ დაგიძახო დუდუკ ცოტა ხანი შენსაც მიწერე რა შენ რო გაშენებული რატო გინდა გადამკიდო მამ დავადებას რა ქვია ადამიანური იმას რო ამაშვები იმაზე ეგ დავადება ვა დავადება არის როცა უსულანებს რაღაც ადამიანის თვისებებს მიაწერ აპიროვნებ ხო მიდი რა მიწერე რა ვერა თქო გითხარ დათო ბეთხოს მიაწერი მუსიკალურად მიმართებ ბავშვი იჯდა ტელეფონთან თქო ეს მაიმუნი თქო კაი ეხლა რა მაინტერესებს ძიანოდ არის რა შეება როგორ არის მოგიკითხე კარგად არის აგრძელებდი არა ისე არა კარგად არის ხო კი უკრავენ ძიანოდ არის ჩემთვის ყველაზე მრავალმხრივი ადამიანი აბა ბიჭო როგორ შეიძლება მუსიკოსი თარგმნელი და ძაღლების ფსიქოლოგი ფსიქოლოგი და კიდე არის რაღაცა კარგი მოქალაქე კარგი მამა ხო და კიბერნეტიკოს ფიზიკოსი ხო ფიზიკოსი ხო შენ რა სპეციალობის ხარ აი ეს რაც ვარ საუნდ დიზაინერი ხო მე ეგრე აღუჯარდე თავობიდან ხარ რომელიც პროფესიას ირჩევდნენ სწორად სადისო და ამათრო საუნდ დიზაინი არსებობს ჩემი თვისწოდება ონლაინ სკოლა რო დაამთავრე სად იყო კონსერვატორიაში ტექნიკა და შუქი არ იყო და სტუდიაში მივედი მე ინტერნეტით გამოჩნდა და YouTube-ებით და ციგნებით კი პიროსმანია რა ხო და პრაქტიკაში ანუ სულ მუშაობ და არასდროს არ ვჭირდები მეტი ახლა პრაქტიკაზე უკეთესი სკოლა ჩვენ ქვეყანაში ჯერ არის ой პრაქტიკაში ვისთანაც შეხება გქონია ვის გამოარჩევთ აი სასარგებლო ვისთან იყო თანამშრომლობა გიორგი ჩანელი ნუ მეგო ერთი გიორგი ჩანელზე არა მუსიკაზე ვეკი არა გიორგი ჩანელზე უსვავს კითხვას ის არის ჟურნალი დილა და თბილისი და თბილისი დილა და აისი მოდი მასე დავაკონკრეტები ვისთან ურთიერთობამ არ მოგცა არაფერი როგორც მუსიკოს და მაგათ გამორიცხავთ და ისინი დავრჩებიან არა არა მე მგონია რომ ყველანაირი უშნო კითხვა ყველანაირი გამოცდილება მოიცადე ერთ ზამის შენ რომელ ადამიანებთან იუმორში ურთიერთობამ არ მოგცა არაფერი უმრავლესობას მე მაშინ ამ შემთხვევაში ჯობია ისინი ჩამოთვალო ვისთან რამე მოგცა და ვინც დარჩება ისინი იქნებიან აიკითხო ვოხრა დამპალიკაცია ნუ ესე იყო და რა და მეწვერიძე გიორგი რა უნდა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად საჩუქარი გვაქვს ჩვენთვის თანამდებობები მაცა ეს ჭიქა გადაგდო ხო აი ნახე მომზადებულია დათო ნიკოლა პროდუქტების ხორცს პროდუქტები ნადიმი დიდი მადლობა ჩანთაც ჩანთა თუ ესე არა ჩანთია ამაზე მე სო კოეზე შეგიძლია მითხრა ვაუ
შიფერს რო ითქვა. როგორი გადაფურჩხნულია ხურც პროდუქტები. გასული რა აქვს? ოკეი, ეს არის ყველა ჩემი საყვარელი. ესე ძალიან კარგია. ანუ კარგები დაიმახსოვრე დანარჩენი მებოსტნე. ესე ბიჭებს საუბრობ. ბიჭებს საუბრობ გავხარდებათ. ესეც კარგებია. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია. გემშვიდობებით ჩვენ გადავდივართ პატარა რუბრიკა დაგვჭა ერთი. მოკლედ ზუმერს აქვს ესეთი სიახლე. ეხლა იწყება ვალენტინობის კვირეული და ამ კვირეულზე აქვს ესეთი ჩელენჯი. ზუმერის გვერდზე სტატუსის ქვეშ ყველამ ვისაც უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაწეროს თავისი ისტორია, რა ჟესტით, რაღაც სიტყვით, მოქმედებით აგძნობინა, ანუ იგძნო რო შეყვარებულია მისმა შეყვარებულმა. სწორად თქვი? კი, ზუსტად. ვერ გაგაგებიე? სწორად, მაგრამ რთულად. დავაზუსტავ. იმან ამას თუ ამან იმას. ამან უნდა დაწეროს, რითი აგრძნობინეს, რო უყვართ. აი, როცა ყვავილები მოუტანა. ერთი. ყვავილები მომიტანა. ენა გამომიყო. არა, აქ მესამე პირიდან უყურებ რა. ყვავილები მოუტანა იმან იმას. ამან უნდა დაწეროს, რომ მე ვიგზელი, როცა სარეცხი მანქანიდან გამოძვრა და ტორტი და ჩემი ნასკები გამოიყო. ეგეთი რა არაშუტით გადმოხდა და არ გაიხსნა ჩემ წინ დაენარცხა ბეჭდით. აი რაღაც ესეთი. ეგ არ არის. სიყვარული მანამდე იქნებოდა პირდაპირ ბეჭდით ხო არ იქნებოდა. ხო შეიძლება ეს ვერ ეს ვერ გრძნობდა და ბეჭდით გულქვა, ეს გულქვა რა. ვეზუვი. კაი ჩელენჯია. და რა არის პრიზი? პრიზი არის პროექტორი. თუ პროჟექტორი. პროჟექტორი ხო ერთია სულ განსხვავება. ის უბრალოდ ანათებს და ეს ინფორმაციულად ანათებს. ანუ გამოსახულება შეგიძლია გაუშვა კედელზე ან ეკრანზე. გინდა შენ ეს შენ თუ შეინა. არ მითოდა. იმსახურებდა. იქე საფიოსე. შენ აპირე მონაწილე. და ჟი ისეთი ასობგერა. როპა. გაქვს პროექტორი. პროექტორი არა მაქვს. გჭირდება? გააკი ხელასახლი რომ გაშალო. რატომაც არა. რა გინდა პროექტორი? კარგი, არ მინდა პროექტორი. რატომაც არა? შენ გინდა მონაწილეობა მიიღო და მე გინდა მომტეხო? ვერ გავიგე რა, რას მეჭარი. შენ რომ დაწერ თუ მოიგე. ხო. იმას უნდა და შენ რომ არა, რომ ათხოვო ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება დამჭირდეს. მოკლედ 6 თებერვალს ჩვენი გადაცემის შემდეგ ზუმერის პეიჯზე დაიდება სტატუსი, რომლის ქვემოთაც უნდა გაწეროთ ეს მოხიბლის ისტორია. რაღაცნაირად იყო. მოხიბლის. მოხიბლული ხა? ეს რომელი ლუ არის? მოხიბლული ხა? გამარჯვებულს გადაეცემა პროჟე პროჟე არა. პროექტორი. სისინა. სისინა, როგორც ყველაფერი, რაც ზუმერიდან გადაეცემა ადამიანებს. კი, და ჩვენ სტუმრებს და ჩვენ ვართ ესეთი. ეწები რომ მოვიდეს. კაი, ჩვენ ვართ სამარა დარჩენ. ძალიან გასწრებული გვაქვს ახლა კალენდარისთვის, ძალიან ადრე დავწერეთ. და ამასობაში ტრამპი იტყო და რაღაცას, რასაც ველოდებით ყველანი. დონალდი? დონალდი. ბიჭო. თუ შეიძლება მეუღლეს რა პროგნოზები გაქვს? ტრამპზე რანაირად გადავედით პროექტორიდან ტრამპი? სამთავრობო პროექტი. ეს ისე ვლაპარაკობ ჩინაურულად. ხო. ხო. ეს რა ხალი რუბრიკა არის? ხალხსანამ მემშვიდობებით, მანამდე ვლაპარაკობ. მოდი ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, ესეთი ის რუბრიკა. ვილაპარაკოთ დონალდზე. შენ როგორი პროგნოზი გაქვს რა სიტყვის? დონალდი. ეს კიდე მიდის? მიდის. და ხო დავემშვიდობ. მერტო დაუმშვიდობ. ვერ გავიგე. ელემენტარული ზრდილობა. ვაა. ჩვენ გვეძახის ბალამუთი. ეს არის ათონო. ჩვენ დაუმშვიდობელი ისა
დაიპოღმა რომ დონალდზე ვერ ვილაპარაკეთ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირი. ოპა. გამშვიდობებით სულ სხვა. უხო, მაგრა გაჭედა ბიჭო.